ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. საღამო მშვიდობისა საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი თბილისიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახლა იმყოფება ტელეკომპანია რუსთავიორში და დღეს ჩვენ გვასპინძლობს პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის შოუ. არ უნდა იყოს გასაკვირი თუ ვინ გვეყოლება დღეს ჩვენ გადაცემაში. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ, უბრალოდ მე მასთან მოვედი სტუმრად. იუმორისტი და მსახიობი ნიკა არაბიძე ემიგრანტების თხოვნით ჩვენ ვართ ახლა სტუმრად ნიკა არაბიძესთან და კი გადაცემა მონატრების ფერების სტუმარი გახლავთ იუმორისტი და მსახიობი ნიკა არაბიძე. გაგიკვირდებოდა ის ორჯერ უკვე მოკლეს. გამარჯობა ნიკა. ცოცხალი ხარ? შენ გენაცვალე, გაგიკვირდებოდა ცოცხალი ვარ, ან ყველა საიქიოში ვართ. რა თქმა უნდა. მაგრამ მე მგონი უფრო ცოცხალი. მადლობა ნიკა, რომ გამონახე დრო და მოკლედ გადაცემის ჩაწერა დასრულდა და ახლა მე შემოგეჭერი სტუდიაში. პირიქით მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ რა ვიცი, ეს თემა ემიგრანტების ზოგადად რა ვიცი, ყველა ქართველისთვის არ არსებობს, ალბათ ქართველო ეს მასთან ახლოს არ იყოს და რა ვიცი, მე გადაცემის მსვლელობისაც მოგვეცემა ამის საშუალება, მაგრამ მინდა ყველას მოკითხვა გადავცე ქართულ ემიგრაციას, რომელ ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ისინი და რა ვიცი, თქვენ სამშობლოს, თქვენ ერთს ქვეყანას ენატრებით და უყვარხართ ჩემო კარგებო, ყველას დიდი მოკითხვა. სანამ უშუალოდ გადავალთ თქვენს წარმატებაზე და იმ გმირებზე, რომელსაც თქვენ განასახიერებთ, დავიწყოთ სულ თავიდან, გადავინაცვლოთ. როგორი ბავშვი იყო ნიკა არაბიძე, სად დაიბადეთ და უშუალოდ თქვენს სოფელზე რომ მოვიყვეთ? კი ბატონო, კი, მოკლედ წარმოშობა, ჩემი წარმოშობა არის თერჯოლელი ვარ, ახშირღელი არის ერთი ლამაზი, კარგი სოფელი, იმერული. მე საერთოდ ასე ვამბობ, დედამისის ცენტრი არის იმერეთი და თლად ღერძი გადის სადღაც აი ჩემს სოფელთან რა. ერთ ლამაზ ქართულ ოჯახში ვარ დაბადებული, ჩემო კარგებო, რა ვიცი. ბავშვობას რაც შეეხება, ბავშვი არ ვიყავი, ცუდი ბავშვი რა. ცოტა როგორც ყველა ცელქი, მაგრამ რა ვიცი, ცუდი მოსწავლეც არ ვიყავი, კარგათაც სწავლობდი. თან ახლა დედა პედაგოგი იყო, ხა მაინც იმ პერიოდში ვარ კომუნისტურ პერიოდში ვარ დაბადებული და მაშინ ასეთი მასწავლებელი შვილი რო ხარ, ესე იგი იყო გამორჩეული. გამორჩეული უნდა იყო, რამე დაშავდებოდა კლასში, აბა არაბიძე ადექი ფეხზე, არაბიძე რა შუაშია კაცო, მამა შენ მეტი მოგეთხოვება, იმიტომ რომ მასწავლებელი შვილი ხარ, ასეთი ეს ქონდა, რა ქვია. სხვათა შორის მინდა აქვე აღვნიშნო, ნუ არ ვიყავ ცუდი მოსწავლე რა, ცელქი შეიძლება ვიყავი, მაგრამ კარგად სწავლობდი. ხო და პირველად დედაჩემა გამაგდო გარეთ. გაკვეთილი და დედაჩემა გამაგდო გარეთ და გარეთ რო არ ვიყავი ნამყოფი, არ ვიცოდი რა უნდა მეკრა საწავსულიყავი. ესე ვიმალებოდი კარიდორში, ახლა რო გამოვიდეს მაგალითად დირექტორი, რა უნდა ვქნა, არ ვიცი. საწავიდე, როგორ მოვიქცე, მოკლედ ეს 45 ნუ და ახლობ ნახევარი საათი ჩემთვის იყო ტაჯბეწანა და რა უნდა გამეკეთები, არ ვიცოდი, მაგრამ გადავრჩი. და მე გეუთხარი დედას, მე ვუთხარი რაღა მე გამაგდე გარეთ, თან ჩემი ბრალი რო არ იყო, თან და ისე რომ გამაგდეს გარეთ, ნუ მონაწილე ვიყავი იმის ვარ, ჩემი ბრალი არ იყო. მაგრამ დედა თავიდან ქონდა ნიკა არჩეული რომ გამოხვიდოდი მსახიობი თუ ამბობ რომ კოსმონავტობა მინდოდაო, ექიმობასაც შევეჭიდებოდიო და რა? ხო, არ ვიცი. ნუ ცოტა ისეთ პერიოდში მომიწია ხა სტუდენტობა, ეს იყო 92 წელს ჩავაბარე ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რა და ეს პერიოდია მოგეხსენებათ რო ყვაო და თამარ მეფის მერე რო არ ახსოვს ოქროს ხანა საქართველოს ისეთი ხანა იყო 90-იანი წლები და ნუ ცოტა მაშინ რთული იყო ჩემთვის დედაქალაქში წამოსვლა ქუთაისიდან და შესაბამისად მომიწია ინჟინერ პოლიგრაფისტობა, ასე რომ ვთქვათ, პროფესია, თორემ მქონდა მაგალითად ეს ოცნება ასე დავარქვათ ამას, რომ ყოფილიყავი მსახიობი პროფესიით რა. თუმცა ახლა ბევრი რამე შეიძლება კოსმონავტობაც მინდოდა, ახლა ზუსტად კი არ მახსოვს ახლა ეგ ამბები, მაგრამ ნუ ეს მიმართულება ყოველთვის
მომწონდა რა, ასე რომ ვთქვათ. პირველად როგორ მოხდი სცენაზე, როგორ მოხდა შენი დაკავშირება კავეინთან? კი ბატონო, მოდი დავიწყებ ჩემო თიმითი, რომ ეს სკოლა საიდან აღმოვაჩინეთ, ანუ ეს ახლა კი მქონდა მაშინ ახლა რაღაცები შეიძლება ბავშვობის ასაკში, მაგრამ ეს იყო პირველი ჩემი როლი რა და რომელიც დღემდე ძალიან მომწონს, ანუ ამ პერსონაჟის გასახიერება, ასე რომ ვთქვათ, იყო კირილე მიმინოშვილი. კირილე მიმინოშვილი ეს იყო მე-7 კლასში, აი სკოლაში ხო ვაკეთებდი რაღაც სკეჩებს აკეთებ. ხო, აი მე-7 სკოლა ჩართული იყო რაღაც ასეთ საღამოებს ვაწყობდით, ანუ და რაღაცა სიტყვაზე ბავშვთა დღესთან დაკავშირებით რაღაცა გავაკეთე და აქ იყო ჩემი როლი პირველი კირილე მიმინოშვილი და ნუ მაშინ ძალიან მოეწონათ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ეს ამბავი და ნუ აქედან უფრო გამიმყარდა იმის გულში რომ ეს მიმართულებით შემიძლია რაღაცები გავაკეთო და მე უკვე ეს კი გითხარით რომ 90-იან წლებში მომიწია სტუდენტობა და მაშინ უკვე მიმართულება წავიყვანა იქით რომ სანკანი ანუ კავეინს ეგრეთ წოდებულს დაუკავშირე ჩემი ბედიღბალი ასე რომ ვთქვა და რა ვიცი იქაც საკმაოდ წარმატებულის გამოგვივიდა რა ქვია ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან ჩემ მეგობრებთან ერთად რომელთანაც ახლაც მეგობრობ რა თქმა უნდა ჩემი სტუდენტობის მეგობრები და ბევრი იგივე ამ სფეროს გამოვყევით ასე რომ ვთქვათ რა და იქედან დაიწყო ეს ურთიერთობა ჩემი სცენასთან დავარქვა და დაიწყე იქიდან და აგრძელებ დღემდე. სანამ უშუალო ტელევიზიაზე კითხავ ნიკა ის ამბავი მინდა გაიხსენო, როდესაც ანუ ისრაელში მიდიხარ და საელჩო დაკეტილი ხდება და ვიზა უნდა აიღო და წახვიდე 6 წლიან პატიმრობას რომ გადაურჩი. სასწაული ამბავი მოკლედ რა. ესე იგი სავიზო რეჟიმი მქონდა ისრაელთან და ნუ და ამერიკაში რაღაც ღონისძიება ტარდება და მერმა მიგიწვია. ხო და უნდა ჩავიდე რა. ხო და მივედი საელჩოში აქ და არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ გაფიცული არის საელჩო ვიღაცა დაცვის თანამშრომელი დავხვდა, ძალიან გაუხარდა რომ დამინახა. მე ვუთხარ რა ვიზა, მაგრამ გაფიცულები არის რამდენიმე დღეა მითხეს რაღაცა. მე ვუთხარ რა ვქნა, რა ვიცი რა გითხო, დავიჯერე აგერ ვილაპარაკო, ძალიან გამიხარდა, შეინახავ და მე რა შემიძლია. ნუ არ ვიცი ახლა მივწერი ახლა ამ უნდა დაურეკე პროფესორად. და მეთქი ასეთ სიტუაცია რა გავაკეთო? ვერან არა უნდა შემოხვიდე აუცილებლად, კაი მაცალე ცოტა ხანიო. არ ვიცი რაღაცა და მომივიდა მეილზე რაღაცა და ეს ფურცელიო ეხა რაც მოგო. ამობეჭდე და დაიჭირე ხელში და ჩაჯექ თვითმფრინავში და წამოდი. რას ველაპარაკებით? მე ვთქვა ფურცელი კი რა ხა მოგეხსენებათ ისრაელი ეხა ისეთ ქვეყანაა რომ იქ შესვლა, გამოსვლისას როგორ გაკონტროლებით, ახლა შესვლაზე რა ხდება? რაღაცა ფურცელი ეს თამახის ფურცელი და 1-2-3 ბეჭედი არტყია რაღაცა ზეთ. ალბათ ნუ ეს რაღაც ივრითზე ამ კაცს დაეხმართ რომ შემოვიდეს აქ. ალბათ რა ვიცი. ივრითულად ეწერა და არიცი რა წერა. არ ვიცი და ამის იმედზე მეთქი ეს ფურცლის იმედზე რაირად ვიზა არ მაქვს არაფერი. ნუ არა წამოდი კიდე თუ ისეთმა ადამიანმა დავირეკა ხა არ მგონია ამ ასე გამხუმრებოდა რომ ისრაელს ჩამიყვანოს იქ და ციხეში ჩავჯდე. ხო და ჩავედი და მოკლედ ძალიან ჩემი ძირითადი ჭაღარა მაშინ შემოერია ჩემთვას მინდა გითხრა ვინერვიულე მაგრამ ჩვეულებრივად ასე რაგაცი მოვიდაო დაახლოებით ესეთი გამომატყველობა ქონდა საბაჟო გადაგიყვანეს პოლიციაში შეგენაცვალე მომძანდი იქ პოლიციაში ახლა ჩვეულებრივი ის არის რა ქვია მე ხურო ხოლმე იმდენჯერ ვარ იქ პოლიციაში დამყოფი 1-2 მომში უნდა მომანათლიონ უკვე მეკუთვნის მაგზე ხნიერი ურთიერთობა რომ აკადემიათარმა ყველა ჩემი ოჯახისებრი ნათლმირონები ვარ და მთელი ამბავი აქეთ. მოკლედ ασეთი ამბავი იყო და გადავრჩი გენაცვალეთ მშვიდობით დაუბრუნდი საქართველოს სამშობლოს. ნიკა იქ შეხვდი ქართველ ემიგრანტებს? ესე იგი ერთი პატარა ნუ თავისთავად ახლა ისტორიაც ხო უნდა გავიხსენოთ რაღაცა და სხვათა შორის ქართველ ებრაელებს კიდე ძალიან დიდი მოკითხვა და ერთხელ მითხრა ერთმა ქართველმა ებრაელმა ქართველ ებრაელებს რო უყვართო საქართველო ისე ბევრ ქართველს არ უყვარს შეიძლებაო რა შვილო მითხრა და მე ვიცი რამხელა სიყვარული აქვს ამ ადამიანებს არ ივიწყებენ ამ ქართულ არც ტრადიციას
ტრადიციებს, არც ხელო არაფერს რა და იმიტომაც არის ასეთი ხშირი კონტაქტი ჩვენი რა. ხო და ერთი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო რა. ჩვენი მეგობარი კობაბარათელი და ერთად ვარ ჩასული რა ისრაელში და ჩამოვიდა სასტუმროს წინ არის რა წინ დგას და ვიღაც კაცი მოდის იქაური რა თავისთავად ეთყობა ეს კაცი სხვა ქალაქიდან იყო თუ არ ვიცი ახლა ეკითხებ ახლა კობას რომ რაღაცა კითხა იურითულად რა და იურითული არის ახლა მანდამაის ის რამოდენიმე სიტყვა შალომ მანიშმა კენ არის მაგალითად დიახ ხო და რაღაცა რო კითხა იმ კაცმა ღიმილიან სახით ჩაინიკამ უთხრა კენ იმ კაცმა კიდე კითხა რაღაცა ამან კიდე კენ ხო და ეს კენ აღარ აჯდება ახლა იმის კითხვას ხო და მივხვდა რომ ის არ არის ეკაური არ არის ეკაური და ახლა გადავიდა ინგლისურზე იმ კაცმა ინგლისურად კითხა რაღაცა ნუ მამახა ინგლისურშიც მაგრამ yes ეუნება yes ახლა იმ კაცმა კიდე კითხა აღარ აჯდება ეს ამის ინგლისური ახლა გადავიდა უკვე რუსულად კითხა იმ კაცმა რა ნუ ახლა გობობ გიცის ახლა აფხაზეთში გაზდილი ნახევარი ცხოვრება ხო და ეთყობა ეს როგორც აღმოჩნდა ეს კაცი ეძებდა რაღაცას რა ხო და ახლა გობობ უთხრა რომ მეც ტურისტი ვარო რა ჩამოსული ვარ და საიდან ჩამოხვედიო ის ახლა რუსულ ენაზე ეკითხება და თბილისიდან რომ ქართველი ხარ ბიჭო შეგერაცვალე მე ჩავედი გვევით არის ლუქური ტირილი თურმე ეს კაცი 2 საათი წვალობდნენ ყველა ენაზე და ქართველია მიაღეს საქართველოს და ქართველი აღმოჩნდა ის კაცი და ცრემლებად იღვრებოდა ორივე რო ჩავედი ძირ ნუ ასეთი რაღაცებიც ხდება გენაცვალოს ჩემი თვა როგორ ხდება ნიკა შენი დაკავშირება ტელევიზიასთან და როგორ ქმნი იმ გმირებს და იმ პერსონაჟებს რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს თუნდაც ცისმარის ქმარი ჯიბო რომელი ერთი გავიხსენო კი ბატონო რა ვიცი ახლა ტელევიზიასთან როგორ მოხდა შენი დაკავშირება დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისში უკვე დაახლოებით 25 წელია. ნუ მანამდეც ახლა ქუთაისშიც თანამშრომლობდით ახლა ტელევიზიასთან და მთელი ამბავი, მაგრამ აქ ახლა უფრო ფართო ასპარეზი, ასე რომ ვთქვათ, თავიდან ვიყავი ტელეკომპანია 202 იყო ასეთი ტელევიზია და იქიდან მივიღე შემოთავაზება და იქ ვიყავი და ვაკეთებდით რაღაც გადაცემებს და მე უკვე რუსთავი 2-დან იყო რაღაც აკეთებდა რაღაც იუმორისტულ, ასე ლეგიონერივით, ასე დავარქვა და დაახლოებით იქაც მოგვიწია რა ცოტა ხანი მეც და ჩემ მეგობრებსაც და უკვე 2005-6 წლიდან უკვე სტაბილურად ტელევიზიის ასე რომ ვთქვათ თანამშრომლობა გავხდით და ნუ მინდა ვთქვა რომ ჩემ მეგობრებს რომელიც ახლა მე ყველაფერი ნუ რაღაც თავდება ძალიან დიდი ხანი ერთად ვიყავით 15-16 წელიწადი ვაკეთებდით ამ ყველაფერს ნუ ახლა მე დავიშალეთ და ასე რომ ვთქვათ სხვადასხვა ადგილებზე ვართ მაგრამ მინდა ვთქვა რომ ბევრი აი ეს პერიოდი გაიხსენეთ როდესაც რუსთავი 2-ზე იყავით სანამ შემდგომ წახვიდოდით ფორმულაზე და ისევ მე მშობლიურ სახლში დაბრუნდებოდით ძალიან კარგი გუნდი ვიყავით ასე რომ ვთქვათ და ბევრი ისეთი ძალიან ხალხისთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟების კეჩები მუსიკალურნურები ასე რომ ვთქვათ შევქმნით რა და ჩემ პერსონაჟებსაც შეეხება და ალბათ ყველასთვის ასე არის ეს ძირითადად მაინც აღებული არის რეალური ადამიანებთან მიმსგავსებით და ასე პაროდირება დავარქვათ ამ ადამიანების აი ამიდან არის აღებული რა თუმცა ახლა მე შეძენი ანუ სკეჩი რაღაცა რო იწერება და ამ ყველაფერს რო გავდივართ რეპეტიციაზე იქ გებადება რომ მოდი ეს ასეთი ხო არ იყოს ეს ადამიანი რა ეს კაცი ხო არ იყოს ასეთი თუ ასე შემდეგ და ძირითადად ვაიცვლი რომ აღებულია რეალური ადამიანი ყველაზე დასამახსოვრებელი რაც შემიძლია გავიხსენო მოკლედ ცისმარის ქმარი ნიკოლოზი რომელიც ვერ შვილებს რო ითვლის ხვილ ხო შვილებს აი მაგაც და აი რასაც ვიყენებთ ხოლმე ჩემთან სამსახურში ეს არის უფრო არის ამ თათიას პერსონაჟის ანუ ცისმარის 1 2 და 3 ორსულა და აი ეს ერთი თათია ჩემ მეგობარი და ძალიან კარგი სტანდარტი გამოგვივიდა მაშინ ეს და ძალიან ხალისობდა ამაზე
მთელი ერი და მე უბრალოდ რისი აღნიშნა მინდა რა მე ეს რაღაცებს რასაც ეკრანზე უყურებს ადამიანი რაღაც გონია რომ რეალურ ცხოვრებაშიც ეს ასია მაგალითად ერთი ის ყავდა რა ქვია გოცი ანუ ჩვენი მეგობარი მოზვინული სიძეს რო მოზვინული სიძე და მე გოცი რაღაც პატარა ავარიაში მოხდა რა და მირეკავ სადა ქვეყანა ბიჭო აგერც მეგობრები მირეკავენ შენი სიძე ვინ მოყვა ავარიაში ნიკარაბიძის სიძე მოყვა ავარიაში ამისვე თელი ერთი კვირა მქონდა ეს ტელეფონზე რომ შენი სიძე რომელი სიძე მოყვა ავარიაში ხო არის კარგად ანუ მე რეალობაში გადააქვთ ეს სკეჩებში რომ ჩემი სიძე იყო ხალხს მე გადააქვს რომ რეალურად ჩემი სიძე მოყვა ნიკას სიძე რა თქვენი სიძე როგორ არის ვიღაცა რო გეკითხება ქუჩაში თქვენი სიძე რომელი სიძე მე მივეჩვიეთ ამ ამბავს რა შენი პერსონაჟები და რომელს გამოარჩევდი რომელსაც ასრულებ და რომელი გიყვარს ყველაზე მეტად ხოიცი ის გამოთქვა ყველა შვილივით ყველა აი მაგალითად მე მოვწევ ძალიან ნასვამი ადამიანის ეს რა ქვია პაროდირება და მე ახლა ამ კითხვასაც ხო გეკითხებენ თუნდაც ცხოვრებაში რაღაცა მე პრაქტიკა მაქვს იმდენს უფრაზე ვარ ნამყოფი რომ ეს აღარ უნდა გამიჭირდეს უკვე მთარი ადამიანის საქციელები და სულ აღნიშნავ ხოლმე ამას ქართველები ზოგადად ძალიან მაგარი ერი ვართ რა და გამორჩეულები ყველასგან მეთქი ხანდახან ვამბობ ხოლმე აი მაგალითად ღვინოს ყველა ერი სვამს იმიტომ რომ დათვრის და ქართველები სვავთ იმიტომ რომ არ დაუთვრით თუ გინახავთ ახლა თუ ყოველ შემთხვევაში 99% ასია რომ არ აღიარებს ვრალი როა არ ვარ თრალი რას ხია თრალი ვარ მაგარაზეს დავჯდები ახლა თუ გინდათ აი ასია ყველა თრება იმიტომ რომ უნდა რომ დათვრეს და ჩვენ არ უნდა დავთვრეთ იმიტომ სვავთ და ბევრს მთელი საქართველო ჯერ იცნობს ანავისის სიმღერას ψυχედელია და შემდგომ უკვე მოკლედ შენ და ჩიკაშვილმა ჩაწერეთ ეს სიმღერა და გაფრინდით მოკლედ ელადები მე როგორ გაგიჩნდა დიდი მადლობა ანავის რო ეს სიმღერა ჩაწერა იმიტომ რომ ხო და მე ჩვენ წავეხმარეთ აქედან იმიტომ რომ ის უნდა რა ვიცი მე პოპულარული გახდა ჩვენს ვერ ნახო მოემატა თავისთან ხო და რა ვიცი ალბათ ახლა რაღაცებს ხო ვაკეთებდით იგივე მე და ვახო და ვახოცაც მინდა მოკითხვა გადავწე იმიტომ რომ ისიც ემიგრაციაში ახლა და ხან ურეკავთ ერთმანეთს ხო ხან მე ვტირი ვარ ხან ის ტირის და ასე ვზლუქუნებთ ხოლმე რა და ყველა ემიგრანტს კიდევ ერთხელ ჩემგან მოკითხა და მე და ვახო აკეთებთ ხოლმე აი ესეთი მუსიკოსების პაროდიას ანუ ბუთქუნას და თამაზას ხო ასეთი ეს ანუ ხوارსებობენ რომ ცოტა ეს სიმღერა ეძღვნება და ასეთი რაღაც გროტესკულად რო აცხადებენ ეს იმასულდება ჩვენი დავითის ჩაილაპარაკებენ რაღაცას მიკროფონში და ამის პაროდიას გადავაწყდით რატომღაც ამ სიმღერას არ მახსოვს ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვი საიდან მაგრამ მოგვეწონა რაღაც ეს მე რო ჩავწერეთ ეს სიმღერა მე რახან ამის წარმოშვება ბერძნული იყო მაშინ თან რამოდენიმეჯერ უკვე საბერძნეთშიც გახდით იქაურ ემიგრანტებთან სტუმრად ჩასული და ერთ-ერთი სტუმრების დროს როცა უნდა ჩავსულიყავით რაღაც ღონისძიება ჰქონდა ძალგეგმეთ ისიც რომ ეს გაგეკლიპათ ხო გაგვეკლიპა და ძალიან ესე იგი მოწონება დაიმსახურა და იმდენად ის იყო რა ვიცი ხალხმა ახლაც ზეპირად იცის ამ სიმღერის ტექსტი მე მავიწყდება ხოლმე ბერძნულ ფორმაში ხარ გამოწყობილი კი ბატონო კი და ნუ ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი და ძალიან ისეთი ნიკა თავად თუ გიფიქრია ემიგრაციაზე ვახო ემიგრაციაშია ბიჭიკაშვილი და თავად თუ დამდგარა ის მომენტი რომ დარჩენილ ხარ საკუთარ თავთან მარტო და გიფიქრია რომ მოდი მეც ხო არ წავიდე ემიგრაციაში თუ ვერ დატოვე სამშობლო არ ვიცი ალბათ ყველას უფიქრია მსგავსი სიტუაციაში ყოფილა ყველა და მეც მაქვს ხოლმე რამოდენიმე თვით ნუ ეს ადრე ახალგაზრდობაში მქონდა ჩემი ქვეყანა დატოვებული და ვიყავი წასული მაგრამ რა ვიცი კიდევ ერთხელ მინდა რომ
ემიგრანტებს ეს ძალიან რთული არის და ძალიან ძიმე ტვირთია მინდა ვთქვა რა. რომ ის წლები, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს მოახმარო, საკუთარ იმ ადამიანებთან, ვინც გიყვარს და შენ მიკროსოციალურ გარემოსთან, რომელიც გააქვს შექმნილი, ამ ყველაფერს ერთ დღეს უნდა გადაწყვიტო, რომ დაანებო თავი და წახვიდე სადღაც და სხვა ქვეყანაში. მე ასე ვთვლი, რომ როგორც საკუთარი სახლია, თუ გინდა შენ ძმაკაცთან მიხვიდე სტუმრად, როგორც შენ სახლში ვერ გრძნობ მაინც იქ თავს და მე თუმე შენი ოჯახის წევრიც რო იყო, აი მეგობარი ძმაკაც. ასე არის ადამიანი სხვა ქვეყანაში ჩასვლა. შენი ქვეყანა არის ეს რა. მე ასე ვთვლი და აქ უნდა იგრძნო თავი ყველანაირად კომფორტულად და რაოდენ კომფორტშიც არ უნდა ცხოვრობდე უცხო ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ რაღაც მაინც გაკლია სრული ბედნიერებისთვის რა და ის რა. რომელ ქვეყანაში მოგიწია ემიგრაციაში ყოფნა? ევროპაში ვიყავ, გერმანიაში გახლით. რამდენიმე თვით ვიყავი რა, ზუსტად არ ვახსოვს რამდენი თვით, მაგრამ აი ხო გეუნებით რა, ბოლო ვიცოდი რომ მოვდიოდი რა. აი ბოლო დაახლოებით 10 დღე 2 კვირა, ალბათ არც ძილი მქონდა კარგი რაღაცა და აი როფორი აქ რა. და აი ასეთი ის მქონდა და ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა იმ ადამიანის მესმის თქო რომ რამდენად რთულია აი ამ პერიოდში რა გენატრებოდა ყველაზე მეტად ყველაფერი ის ყოველდღიურ ურთიერთობები ალბათ საკუთარ ოჯახის წევრებთან საკუთარ მეგობრებთან საკუთარ არ ვიცი რა გითხრათ აი დილას რო ადგები და გამოდიხარ და შეიძლება ამას ყოველდღიური ვიღაცამ რუტინა დაარქვას ის რომ სიტყვაზე აქ მე სამსახურში მოვდივარ მე საღამოს რო ვიცი რომ ჩემ მეგობრებს ან ერთს უნდა გავუარო ან მეორეს რაღაცა ეს ყველაფერი შეიძლება იმ წუთში მიგაჩნია ასე ყოველდღიურ მათ რა ქვია და ეს ჩაულებრივი ამბავია მაგრამ ამა ერთი თვე რო წახვიდე სხვაგან მე ისე მოგენატრება და რომ მინახავს ადამიანები რომლებსაც ამაზე ძალიან ისეთი ხო გეუნებით მე ახლა იუმორისტი ვარ და როცა ჩავდივარ ემიგრანტებთან და საუბრები თუ რაღაცებს ყოფილა მით უმეტეს ეს ადრინდელ პერიოდში სანამ ცოტა ისე რთულად იყო რა ქვია ეს მისვლა მოსვლის ამბავი იგივე ევროპასთან ახლა შედარებით ხო დალაგებულია და მარტო აი დედას ვეცავარ კაცი ხალი არ აქვს მნიშვნელობა გიყურებს იცინს და თან ტირის რა იმიტომ რომ შენში უყურებს თავის ბიძაშვილს თავის მაკაც არ ვიცი იმას და შენ რო გიყურებს გონია რომ თავის ქვეყანაშია და თავის სამშობლოშია და თავის ამ ყველაფრით გამოხატავს თავის ემოციით სიცილი ტირილი ერთად აი მინახავს ასეთი ადამიანები საკუთარ სამშობლოზე და ქვეყანაზე მონატრებული როგორი ფერი აქვს მონატრებას ერთი ასეთი ლექსია რა გამახსენდა რა კარგია განშორება მონატრება იცის მონატრება საყვარელი ქალის კაცის მიწის გახსენება წლების უკან დადებული ფიცის რა კარგია განშორება მონატრება იცის ხო აი ასეთი ლექსია ფერის რა მოგახსენოთ როგორია მონატრება მაგრამ რაღაც დოზით ეს ყველაფერი ჩემი აზრით მისაღებია რა რაც გენატრება ხვალ ზეგ თუნდაც 5 თვის მერე აგიხდება აი ეს მონატრება მესმის რომ შეიძლება რაღაც ინტერეს გაძლევდეს მაგრამ 20 წელი რო ადამიანი წასული არის და იმ ყველაფერს მოწყვეტილია რაც უნდა დაუხარია ამას უკვე ცოტა იმაში გადავყავარ როგორი ფერი აქვს მონატრებას ღია ლურჯი ფერის მაგალითად მაგრამ წაღა რაც ვილაპარაკე ხო იმის მიხედვით ასე არ უნდა გამოგქდეს ეს ანუ მუქფერებში უნდა გაღიავდეს რომ ალბათ აი ხიარულ ფერებთან არის და არ უნდა გაშავდეს არ უნდა გამუქდეს რა ამის არ უნდა განაცრისმრდეს და ასე შემდეგ თუ აი ამაში ჯდება ეს მონატრება იმ ლოგიკაში წაღა რაც ვილაპარაკე ხო ხიარული ფერია მაშინ რა უამრავი შეხვედრა გაქვს ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან სხვადასხვა შემოქმედებითი საღამოების კუთხით. ძირითადად რას გთხოვენ ხოლმე ისინი? ჩაატარეს საღამო საათნახევრიანი, დასრულდა, ვიცი რომ არ გასრულებინებენ, უფრო მეტი გრძელდება და ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ?
ანეკდოტი აუცილებლად. ჯერ ყოველთვის ვამბობ იმას სიტყვაზე ვამბობ რაღაცა რესტორანში მე სუფრა როა მე მკოცნეს მე ადრეც ასე ვიყავი რა ქვია ნასვავი ხალხის წებო ვიყავი ბავშვობაში სახელგაზრდობაში სანამ ბავშვად ამ მდგომარეობაში ახლა რო ვარ ახლა მით უმეტეს მკოცნის ყველა ნასვამი ოღონ კაცები ერთ-ერთ სუფრაზე ვარ და გამხედე მოდის ჩემსკენ კაცი თავისი 4 კაციანი მრევლი ყავს რა მოყვებიან ესენი მოაცილებენ და ყანწი უჭირავს ხელში ნასვამია რა კარგად შეზარხოშებული და მოდის ჩემთან და დამადგა თავზე ანუ ჩემთან მოვიდა რა მე სუფრაზე დავაპირე ხა წამოდგომა ფეხზე კაცი მოვიდა აბა ასე მხარზე დამაწვა რო არადგეო რა მადგას თავზე ანუ მომხვია ხელი ასე რომ და აი აქ აქანაებს ამ ყანს და ჩემს ადგილზელოს მეფერება განა რამე ცუდია მაშინ მაგრამ ხო და ამ ყანს ხო აქანაებს ასე ახლა იქით და მლოცავს რა და მეფერება და როგორ მიყვარხარ როგორ ის მსგავს სიტყვას ამოს ოღონდ ამ კაცს მეოთხეთ რო ჩაუმატეს ღვინო ყანსში იმიტომ რომ მე გადამავლო მუხლებზე ნახევარი ის რა ქვია ღვინო ამ კაციდან ჩაუმატებენ აქანაებს ისე ამ კაცს გადამავლებს ცემინება რო დავაწყებია მე ვთხარ დალი კაცი არ ხარ ადამიანი არ ხარ შეგენაცვალე ფეხსაცმელები მქონდა სავსეც ის კაცვალი გაურით ისე იყო დარბილებული ფეხსაცმელები რო დავდივდი რომ ჩერდებოდი ოდნავ კიდე მივდიოდი ფეხსაცმელში არის კიდე მეორე ის რა ქვია მხარი რომ თვითონ გიყვება მეორე ანეკდოტებს რა იმიტომ რომ ეს შენ გამოგადგება ერთი ასე გავართ რა მოდელიმე ადამიანი ეს ანეკდოტი თუ იცი ახლა მე დავიწყებ ანეკდოტებსო და შენ თუ იციო მითხარი კარგი მე ვთხარი დაიწყო ანეკდოტი ეს ანეკდოტია ხო კი აი ეგი ახლა მეორე დაიწყო მეორეც დავამთავრე ანუ მეორეც ეს თან ცოტა ახლა ნერვიულობს რომ რატო ვიცი ეს ანეკდოტები და აბა ეს თუ იცი მე და ჩემი ძმაკაცი მოვდივართ აბასი შეთა შენი ძმაკაცი რომ მოდიხარ ეგ რატო უნდა ვიცოდე მე საფრანგეთში ვარ რა ქვია პარიზში რა ვიცი შენ და შენ აი ხო არ გსოდნიო ნუ ახლა ასეთების ხდება რა გავაკეთო რა უკვე ერთ-ერთი ანეკდოტი რომ მოყვე ჩვენი ტელემაყურებლისთვის და ქართველი ემიგრანტისთვის ნათლულები მყავს ძალიან ბევრი და მოდი ნათლიებაზე მოყვები რა აქ ნათლობა და ერთ 200 კაციანი სუფრაა და ახლა თამადა სვამ საღიზელოზე მივიდა ხარ ნათლია უნდა დალოცოს რა და აბა ნათლიას გამომოჯესო და წამოდგა ფეხზე ძალიან შეუხედავი ადამიანი არც ერთი სწორი ნაკვთი რო არ აქვს ისეთი ძალიან შეწუხდა ყველა ახლა ის არის ცოტა ესე შეწუხდა ყველა და ფორმულ ერთი ძმაკაცი მივიდა და ამ თავის იმას ეუბნა ბიჭო არაფერს ვინ კითხავს მე მარაო ბიჭო შენო სიმპათიური კაცი და ცოლ-შვილი გყავს ულამაზე ერთმანეთზე უკეთესები შვილები კალვით ნახატები და ია დაჭხარული კაცი სადამ ვარჩიო ნათლიად რატო მე იქიდეო ნათლია ბიჭო მეც არ მევასებაო მაგრამ მაგის ხათაობა ჩემს ხათაობას რო არ გაეკაროს მაგითო გადავწყვიტე მაგას რომ ბოშო მაგერა შვილებს უნდა გადააგზელო კიდე ნათლები რომ შეგედაცა ეს არის წოდინებოდა ჩვენ მაყურებლებს ნამდვილად რა თქმა უნდა არ ხდება არც ერთი გასტროლი რომელსაც არ ახრავს კურიოზი თუნდაც ეს პირველი რომელიც ისრაელზე მოგვიყევი სადაც ანუ ერთი თაბახის ფურცლით გაფრინდი უბიზო რეჟიმის დროს და მეორე იყო როდესაც ანუ ჩვენი პროდიუსერი მოკლედ აკეთებს სხვადასხვა ღონისძიებებს ათენში მოხდი ამ ღონისძიებაზე დასრულდა ყველაფერი მშვიდობიანად გამოგაცილეს და ფრენა არ იყო პირდაპირ რეისით და იყო თურქეთით რა მოხდა თურქეთში ქალბატონი გამოგვაცილა დიდი სამი ცრებლური თვალით ვიჟლუქუნეთი დავშორდიდან ეკლესიურად ერთმანეთს ხო გადმოფრინდი თურქეთში და ხო შეიძლება რაღაცა ახლა შეიძლება გაგასროს იმან რა ქვია სადგურიდან მარშრუტგან და დაელოდები მეორეს და თვითონ რა გამოგვასრო არ სადღიდა წახვიდეთ თუ გამევლის მეორე და შემოახტე ხო არ დავდივართ ახლა ხო ელოდები გადაჯდომას ახლა და ელოდები დავდივართ და
რომ მივედით, მე მივედი, ის მივიდა, ეს მივიდა, მიშა არ ჩანს. ეს გვეუბნება, ეს საქვია, იკეტება, აი საქვია, გეიტი და იკეტება და და ერთადერთი ადამიანი ვარ ალბათ და აცხადებენ, ამ ხმით რაღაცა მიშა, ნდულაძე, აცხადებენ. მე ვთხარი ამას ვეუბნები, რომ მე გამოვაცხადებ თქო რა, ქართულად, ვეთქვი და გაიგებს ხო და ერთადერთი ადამიანი ვარ ალბათ, ვისაც სტამბოლის ხელა ათათურქის აეროპორტში ჩემი ხმა რო ისმოდა მიშასა და ხარბოზიშვილი ვიყო გეშენგელოდება მთელი ჯერ მოვარდა ჩემოდანი მოყვა მიშა 2 წუთის ვერე შეგენაცვალე მე ვთხარი არ დამღუპ ასე ვიყავ კარებს ჩამდგარი რა და მოკლედ გადავრჩით თორემ მსგავსი შემთხვევებიც ხონია ორი კაცი რო იქით არის ხო იცი დათო რო გამოყავთ ტყიდა და დღეს რო უყურებს საცოდავ თვალებით ისე ორი კაცი იქით იყო და მე ვეფერს ვერ შვებით ანუ არ უღებენ კარებს დარჩენილად და მე ასეთი რაღაცები ნამდვილად ხდება რა. რა თქმა უნდა იუმორისტულად კითხა, ობამამ როგორ მიგიწვიათ ერთ სახში, თუ არ იუთხარი. მაგის ფეხი არ იქნება ჩემზე. საოცარი კაცი ერთხელ ამერიკაში ვართ და დათო არჩვაძე ყველასთვის საყვარელი მომღერალი, კარგი ბიჭი, კარგი, ოღონ საოცრად დაბნეული ადამიანი. მე მასეთი და დაბნეული. აი როგორ კარგი განაცვლა ჩვენი მეგობარი უსაყვარლეს კაცი და ხო და ამერიკაში ვართ ერთი მას და ეს ჩვენ სადაც ცხოვრობდით ამის ნათესავები ცხოვრობდნენ ჩვენგან ეს კიდე იყო 50 კილომეტრში იქით ნიუ-ჯერსი იყო ჩვენ აეროპორტში მივიდეთ მეთქი დაურეკოთ რა იმას ხოცები ის ხო ის რანაირ დაბნეული კაცია თქო და თუ ნახა ბიჭო დაბნეულ რომ მოფრინავს ახლა ის ვარ დააგვიანდებოდ აეროპორტში რომ მივედით ურეკავთ დათოს და სადახარ და აი გადავივლებ და გამოვდივარ ახლა რას გადაივლებ და ჩვენ რო სასტუმრო და გამოვდი იმ სასტუმრომდე რომ მოვიდე ჯერ უნდა 1 საათი ნახევარი და მე კიდე ახლა თბილისში რანაირ საცობები და ნიუ-იორკში რა ხდება პიკი საათი ესე იგი მთელი ბოინგი თუ აირბუსი ელოდებოდა დათო არჩვაძეს ყველა იხედებოდა ვინ მოდის ასეთი რეგისტრაციის გავლა მოასწრო წამიწამზე და უორმა პოლიციელმა ხელში აყვანილი მოარბენია ჩვენი დათონიკა მაგას ვენაცვალე მე აეროპორტში გადაჯდომაზე ის კიდე დავით ჩვენ გავალთ რა ხო მოსაწევად და იმგეს ჩემოდნებს მიხედე კი კაცო აგერა ვარ მე რანაირად ეძინა თუ ის რო წაიღო ჩემოდანი აი დედას ვარ ახოს ქონდა მე ვიდეო 1-5 საათი გვიწევდა გადაჯდომა თუ რაღაცა და ყველა ჩემოდანი მეუპარა თავისიც თავის ჩემოდანზე ფეხი ხონდა სადადებული და აუწიეთ ეს გამოაწრე არ გაუგია არაფერი დედამიწის ზურგზე ყველა ჩემოდანი მოუპარა და გადავიტანეთ სხვაგან და რო გავახოცე აი მე მიშლე ჩემოდანი მოუპარიათ საოცარი ძილი პირველი ჩემი დათო არჩვაძე მოგითხრა დათონიკასაც ნიკა ყოფილა ესეთი მომენტი შენ ცხოვრებაში როდესაც არ გეღიმება არ გეცინება მაგრამ ვალდებული ხარ რომ მოირგო იუმორისტის როლი და შეასრულო შენ მიერ დაკისრებული მოვალეობა ესე იგი ალბათ ადამიანი სულ როგორ შეიძლება იყოს კარგ ხასიათს არარსებული თუმცა იუმორისტის ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე ვიტყვი ეს არის შენი ვალდებულება ასე რომ ვთქვათ რა მიუხედავად იმისა რომ ყველას გვაქვს ყოფითი პრობლემა ყველას აწუხებს რა და როგორც სხვა ისე ვცხოვრობ ჩვენ ისე გვტკივა ისე წკის ისე გვიხარია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ქუჩაში რომ მოდის სიტყვა თუნდაც აი ელემენტარული მაგალითად ადამიანი მოდის ქუჩაში და იმას დამწუხრებული ნიკა არაბიძე არ უნდა არაფერში რა არ მოწონს ის იმას სჭირდება ნიკა არაბიძე რომელიც გაიღიმებს მიესალმება მოეფერება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ ეს ვალდებულება მაგალითად გვაქვს რომ ეს ასე უნდა მოვიქცეთ და სხვანაირად არ შეიძლება რა 34 წლის ასაკში დაოჯახდი ასიამობს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს როგორ მოხდა შენი მეუღლესთან დაკავშირება როგორ გადაიყარეთ ერთმანეთს ხოთაჯერ ჩაწერაზე მოვიდა სტუმრად რა
და იქ მაშინ პირველი არხის პავილიონებში წერდით რაღაც გადაცემებს და იქ მოვიდა ჩაწერაზე და იქ გავიცანი და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ცოტა გვიან. იმნაირად სახში მოვიყვანე, სოლით ხანდახან მოვიწყდებოდა სოლო მოვყავდა მოყვანილი. მაგალითად ახლა ხო იცი პარასკევის სულ არის და რო დაგირეკავს გორგიდან დაგირეკავს მაგაცი ჩამოდი 1-2 დღე ვიკეიბოთ აი დავისვენოთ ოპა წავიდოდი მეც რა მქონდა ერთხელ ოდამერეკას ოპა რომ უნდა წავიდე სულ არ გავახსენებ სოლო მოვყავდა მოყვანი მე ველოდება სახში ერთად ცხოვრობ ნაკირეებში რო შემაგვია და მირეკავს აიქა ვარ ნატახტარში რო გასული გორისასა სანახარო გელოდებიო რა უი მე ვთხარ თათმერიყო სამსახურში მოვაბრუნე ხარ წავედ სახში ანუ მასეც არ შეიძლება ნიკა ეს იუმორისტობა თუ გიქვნის ხოლმე უხერხულობას განსაკუთრებით როდესაც პანაშვიდზე მიდიხარ როგორ არა ნუ ახლა ამ შემთხვევაში ხო ახლა რო გითხრა დიდად რამეში წაგადგება იუმორისტობა პანაშვიდზე რომ მიდიხარ თავარი ყვავილის რანაირს მიდარ ხო იცი ვინაირ ყვავილები მიდარ უკტარვა თითო გავამართო ვინაირი კაი ყვავილები მიდარ ერთი ანეკდოტი რომ მოგიყვე კიდე თუ არის შესაძლებელი ადამიანი მიდის რა მანქანით მიდის და მცხვარი არის შეფენილი რა ფერდობზე და აგერ მწყებსიც არის ვადარა სალამურს უგრავს რაც თავისთვის და გააჩერა მანქანა და აინტერესებს ახლა გამარჯობათ ბატონო გამარჯობათ ბოდიშითო ეს ხრებიო რამდენ სიწველებიანო ამ წყებსზე გითხება ეს მწყებსი თეთრებიო 2 ლიტრასო და შავებიო ეს კაცია შავებიც 2 ლიტრასო და მატყლს რამდენ სიძლევიანო მატყლსო თეთრებიო 2 კილოსო და შავებიც 2 კილოსო შეოჯახეს შერებული ესეურება ერთნაირად თუ იძლევიანო ორივე რას ყოფო ამ თეთრები ამდენს და შავები არა თეთრები ჩემიაო და შავები ჩემიაო რას ეტყვი ჩვენ ქართველ ემიგრანტებს რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენ სამშობლოს მსოფლიოში მიმოფანტული ალბათ ვუკაზე არ მოიძებნება ადგილი სადაც ქართულს არ დაუდგამს ფეხი და მეტნაკლებად დარჩენილა ემიგრაციაში ერთ-ერთი ნამიბიელი ემიგრანტია ჩვენ ქვეყანაში რა რომელიც უკვე საქართველოს მოქალაქე ძალიან დიდი ხანი აქ ცხოვრობს რა ხო და მისი მონაყოლი ამბავენ და იქავარ ჩასული ჩემ სამშობლოში და ხო და რა ვიცი ახლა აფრიკული ქვეყანაა და რაღაც საქმე მქონდა იქ და ჩავედიო და რაღაც კაფესავით არის რა ეს პრეზენტის გადახურული 4 კაფე დავარქვათ ახლა ამას და რომ მივდივარ რომ დავინახეო რომ ვიღაცა ის ზისო რა ტიპი რა ვიღაცა და ვაგვირდებიო ხემიანი წელიო საქართველოში ცხოვრობ მე ვიფიქრე ეს ანუ ქართველი ან ამლაბრელი სომეხი შეიძლება რო გავუარეო რა გამარჯობა ქართულად მივესალმეო რა და მე ვიფიქრეო თუ მითხრა გაგიმარჯოს ესე იგი სწორად მივხვდი არაფერი არ მიპასუხაო ამ კაცმა გამარჯობა ვთქვიო და გავიარე ეთქო შევცდი ახლა გავაგზელე გზაო და 2 წუთის მერე დამეწიაო ეს ტიპი შენ ახლა ქართულად მითხარ გამარჯობა კიო ქართულად გითხე შენ გენაცვალეო შენი ჭირიმე ესე 2 დღე ვიყავი და არ მშორდებოდაო ქართულად ვილაპარაკოთ რა იქნება ესე გენაცვალო შევიდა ამით ახლა ის ვთქვი რომ ალბათ წაღანაც რო ახსენო არ არის ალბათ სოფლიოს წერტილი სადაც ქართველი არ არის ემიგრაციაში ქართველი არ არის უბრალოდ აქ რაოდენობაზეა საუბარი ზოგან ბევრია ზოგან შედარებით ნაკლები და ვიცი ყველას კიდევ ერთხელ მინდა მოკითხვა უთხრა და კიდევ ერთხელ გათავისებული ბაქ ანუ მეც და რამხელა ხვედრია ემიგრანტების ხვედრი ძალიან რთულია და მინდა უთხრა მინდა ზოგადად ჯერ აღნიშნო ის რომ აი ამ ადამიანების კარგად ყოფნა მათი შრომა საქმიანობა ბევრი ვინმეს კარგად ყოფნას ნიშნავს აი ამ ქვეყანაში და მინდა უსურვო რომ ღმერთმა ძალი ღონე ენერგია არ გამოგილიოთ გაძლიერება მინდა უსურვო
ყველას გამაგრება მინდა უსურო და ჩემი სურვილი და თქვენიც ალბათ ის იქნება რომ ისე როგორც თქვენ გაგეხარდებათ ხვალდაზე დაბრუნებულიყავით თქვენ ქვეყანაში ხელდამშვენებული გახარებული გულით წინსვლით გამარჯვებით რა ვიცი ქართულმა ემიგრაციამ ბევრჯერ გადაარჩინა ეს ქვეყანა და ახლაც მათ ხრებზეც ბევრი რამე დგას ზოგადად ქართულ საქმეში და გენაცვალეთ წარმატებები მინდა უსურო ყველას და გაიხარეთ ჩემო ემიგრანტებო თუ აპირებ უახლოეს მომავალში ისევ ჩახვიდე ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან უცხოეთის ცის ქვეშ და მათთვის გააკეთო შემოქმედებითი საღამო თუ გაქვს დაგეგმილი რაიმე უახლოეს მომავალში უახლოეს მომავალში ავიც ახლაც უნდა წავსულიყავით მე და პაატა სხვათა შორის საბერძნეთში გონდა მიწვა მაგრამ რაღაც ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე რაღაც ვერ დავალაგეთ ხო საერთოდ დღეზე რომ უნდა იქ რო ამ დღეს ურჩევნ ჩვენი დღეს არ გვეცალა და რაღაც ასე მაგრამ მე ცოტა ხანში აუცილებლად ვესტუმრებით საბერძნეთს და დღევანდელი ჩვენი გადაცემა იწერება შენი და პაატა გულიაშვილის სტუდიაში როდესაც ფორმულადან წამოხვედი დაბრუნდი რუსთავიორში. როგორ შეიქმნა ეს იდეა, რომ მანამდე პაატას ქონა საკუთარი შოუ და ერთად ტანდემი, როგორც ხა ტელემაყურებელიც დამეთანხმება, მეც ხშირად უყურებ ხოლმე თქვენ შოუს, რაღაცა შედგა ეს ორი იუმორისტის, თან ხა საქართველოს ტელესივრცეში პირველია, როდესაც ორი კაცი იმაში. ზერთადად ჩვენ ქონდა ანუ ქალბატონი მამაკაცი, ან ორი ქალბატონი, ორი კაცი, მით უმეტეს ორი იუმორისტი. ერთად აი როგორ გაჩნდა აი ამ იდეა, სადაც ჩვენ ამ სტუდიაში ვიმყოფებ. სხვათა შორის დღეს პაატა ვერ არის ახლა, მაგრამ აუცილებლად მოგიწევს, იმიტომ თქვენ ინტერვიუს ჩაწერა პაატასთანაც, იმიტომ რომ ადრეც, მაგრამ ახლა უფრო ერთად ვართ ხშირი სტუმარი ქართველი ემიგრანტების. კი და აქვე ვიტყვი პაატა გულიაშვილს მოკლედ არ იმყოფება მის სტუდიაში, ახლა ნიკას მხარეს ვართ, ხო აქეთ ხო შევდიხარ. იქით პაატა, სადაც ახლა ჩემი პროდიუსერია კადრს მიღმა და პაატა გულიაშვილს მოკლედ ვეპატიჟებით ჩვენს გადაცემაში. კი ბატონო და მისი დამოკიდებულებაც ვიცი ქართველ ემიგრანტებთან და რა ვიცი პაატა ხა ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია და როცა აქ იყო პაატა და მიყავდა ეს ახლა ცნობილი ფორმატია, ანუ ეს ხამის შოუს ფორმატის გადაცემები და სხვათა შორის ეს იდეა ეკუთვნის პაატას რა და მე მადლობის მეტი არაფერი არ ვეთქვის რომ მოდი ასე ხო არ გავაკეთოთ რა ანუ ხო მსგავსი ის არ ყოფილა ხა ხამის შოუ ბევრ ტელევიზიაში გადის და ბევრ ქვეყანაში ჩვენ არ მოგვიფიქრები ახლა ეს ამაში მაგრამ აი ასე მსგავსი ფორმატით ორი წამყვანი რო ყავდეს ღამის შოუს ფორმატის გადაცემას ეს იყო პირველი და ეს ჩემ პაატას იდეა იყო და მადლობა მინდა უთხრა ამისთვის რა ვიცი კი ბატონო გამოგვივიდა რატომაც არა შესანიშნავია თქვენს შოუს მუსიკალურად აფორმებენ ქსოვრელები ხო ქსოვრელები რა თქმა უნდა ესეც ცოტა ისეთი განსაკუთრებული ის სხვა ვერსია იმიტომ რომ ყველა ღამის შოუს ყავს ბენდი რაღაც ქავერებით მითი რაღაცებით დაახუზო ჩვენთან ამხრივად დოლგარმონი აფორმებს ბატონო და ის ძველი ტრადიციული ინსტრუმენტალი დავარქვათ ამ ყველაფერს და ამ საკითხშიც ის არის განსაკუთრებული რა როლანდო ქროპირიძე ამღერეთ მოკლედ აქ თქვენთან და თავმაც შეიძლება ითქვას რომ აი სიმღერა თელავზე რომელიც სიმღერა ის მერე უკვე ვირუსულად გავრცელდა და მღერის ყველა თეონა ქუმსიაშვილის საავტორო სიმღერას ქსოვრელების აკომპანიმენტით და ხომ არ უნდა ველოდოთ ნიკა არაბიძის სამღერებას ქსოვრელებთან ერთად. რატომაც არა, ნიკა არაბიძე ხო გავიხსენეთ საბერძნეთში გვაქვს ნამღერის სიმღერა და აქაც შეგვიძლია. სხვათა შორის კი როლანდ ბატონს რა ვიცი, ნიჭია და კაცია ძალიან და კარგად გამოუვიდა ეს ესეთი ასე დავარქვათ ამას ექსპრომტად სიმღერა რა და თან გურჯაანი როგელეს თელავზე ეს კიდე უფრო ის არის რა ქვია რა ერთიორად ინტრიგას ძენს მსგავს სიტუაციას და კი ბატონო რა ვიცი გეგმავთ რაღაცებს და მსგავსი რაღაცები სიახლეები მოულოდნელობები აუცილებლად იქნება მომავალშიც და ვცდილობთ რომ ჩვენი მაყურებლის ამ შემთხვევაში ეს ემიგრანტი იქნება თუ ადგილობრივი არა გავითვალისწინოთ
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და ერთ-ერთი რომელიმე სიმღერა, რომელიც აქამდე გიმღერია თუნდაც გადაკეთებული ვერსიით. წაგვიმღერო შეგიძლია ჩვენ ტელემაყურებლისთვის. და ესეთი სიმღერა მივუძღვენით ეგრეთ წოდებულ პახმელიას რა. უნდა გავითავისოთ, ჭიქა არყი თავივსოთ, პახმელიას ვაჯობოთ, რომ დღე გავიხალისოთ. იქნებდა ხმა მაღილსო, კიდევ ერთი ამილსო, ისე სწრაფად გამოცლით თითქოს ჭიქას გაზდისო. მოკლედ, აი ეს ადგილია შენ და პაატარო უმღერით გიმსიას და განსაკუთრებით საინტერესო იყო კახური და იმერული აქცენტით ფრანგული ენის მოსმენა. ფრანგული ენის და მაგაკა ისეთი საღლით სინოტექსტი ანუ და აჭარულად ავამღერეთ საფრანგეთში გიმსია, აქეთ უნდა დავპატიჟოთ მგონი უკვე ღირსია. ორი საქმე გაკეთა კარიერაც აწყო, აჭარული განდა განამთელ მსოფლიოს გაცნო. კომანსავა მონამუღ მეხსი შემოგიმსიო, ანდრედის ამ ჟორჟიან ჟედემ შემოგიმსიო, ესკე დუშან ჟორჟიან მონშერა მიგიმსიო, ათოს პარტოს არამის დარდანიან გიმსიო. ხო არ ვიცნობ ახლა გიმს, მაგრამ შემოჯახში დაპატიჟებულია ობამას გაგასხვავებით ნებისმიერ დრო შეუძლია მოვიდეს, იმიტომ რომ ასე მშვენივრად ძალიან ესეთი პოპულარული გახადა, ასე რომ ვთქვათ, მისი ვერსია ნამღერის და მე იმედი მაქვს, რომ სხვა ისეთი მომღერლებიც აიტაცებენ და უამრავი ძალიან მდიდარი ფოლკლორი გვაქვს ზოგადად და ქართული სიმღერებით მდიდარია ჩვენი ქვეყანა. თავარი ბოლოს რითიც დავიწყე, ბოლოში დავაგრძელოთ უეცარი გარდაცვალება ნიკა არაბიძის. გაიგებდით ჩვენ ამბავს მოწმენდილცაზე მეხის გავარდნას გავდა. ესე იგი, რამდენჯერმე იყო ესეთი შემთხვევა, რომ ნიკა არაბიძე გარდაიცვალა. ერთხელ დაემთხვა ის, რომ ქვეყანაში არ ვიყავი. ტელეფონი გამორთული მაქვს. და ნიკა არაბიძე გარდაიცვალა ეს ამბავი, რა ვიცი, დაემთხვა თუ შენამდე როგორ მოვიდა ეს ამბავი? ხო და სამსახურიდან დარეკეს ჩვენმა მეგობრებმა რა, ანუ სადაც იცოდნენ, სადაც ვიყავი და დარეკეს ის და ისეთი ამბავი იყო აწეხილი, რომ იქ ვიდეო ჩავწერე და გადმოვაგზავნე, ცოცხალი ვარ რა. და როგორ შეგრძნება, როდესაც საკუთარი თავის გარდაცვალების ამბავს. ხო და ერთხელ მე და ვახუბრობდით რა. ხო და ერთ-ერთი დღე იყო კიდე ასეთი რა, რომ მეორე ვერსია მირეკავს მაგალითად ის აქვია, ჩემი მეგობარი მირეკავს და ისეთი შეშფოთებული ხმაროა, ხო იცი და ალო რო გავაგონე და ვახამ გენის დედავატირე ბიჭო. რა იყო მეთქი რა. ბიჭო აგერ ვახა ის შევხვთავ, ჩემი მეზობელიო და ჩემმა მამიდაშვილმა მითხრაო, რომ ისო რა ქვიაო, ნიკა არაბიძე მოგუტარა გეიგეო. შენ რა იციო და რას ვერო ჩემ გლავზე დალია სული კაცო მე. შევკლავ დალია. ხო და ერთხელ იყო კიდე და რა ქვია, მე ხო პასუხობ, მე ზოგი ახლა ცდილობს, რომ ნიკა არაბიძე გარდაიცვალა, ახლა ნიკას სადაც ჭორია თუ სიმართლე ეს რო გარკვიოს, გირეკავ შენ მეგობარს, ანუ რა და ვახმეუნებოდ ერთხელ იმდენმა ადამიანმა დამერეკაო დავიღალე მერეო რა და როგორც კი მოსაღამებდებოდა მიხაროდაო რა და რომ მოსაღამებდებოდაო ვინმე ხომი რეკავს და ხო შორიდან რო გივლის ჯერ რა შვებით რა ვახართ სამსახურში ხო არის შვიდობა და მერე რო უნდა კითხოს ანუ ხო და პანაშვიძე ვარ ახლა და მერე გადმოგირეკავ ან იმ დროს კითხვის დასმამდე უნდა პანაშვიძე ვარ და მერე დაგი მერე იყო ღლიცინის ხასიათზე მოსული იმდენმა ადამიანმა უთხრა ხო მოგდა და ხო და მერე სხვათა შორის ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული სტუმრად რა რომ აი ეს რატო კეთდება რატო აკეთებენ ნუ არ ვიცი რაღაც საიტები აკეთებენ სპეციალურად ეხა რომ რაღაც თავისი ნახვები თუ რაღაცები რომ მიემატონა ხო და ერთხელაც იქნება მართლა მოგდები და ვერას ვერ ღეთყვი არ დაიჯერებე მარტო თუ ვიგე შევგასვენებაში გასვენებაში იქნება 6-ნაირი თევზი ხო 6 ცოტა 7 8 სერიოზული გასვენება მექნება
მოკლედ ნიკა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და ბოლო კითხვა, რომელსაც ყველა ჩვენს რესპონდენტს ვუსვამთ, არის რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც შევქმნით ქართველი ემიგრანტებისთვის და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. ერთმა ხელი მოგიმართოთ თითოეულ თქვენთაგან. რაც შეეხება ამ გადაცემას, ჩემი აზრით, ეს გადაცემა ბევრი ადამიანი სათქმელს ამბობს. იგივე თქვენ მოგაქვთ ჩვენთვის ის სათქმელი სიტყვაზე შეიძლება ვთქვათ ასე ემიგრანტებს რა აინტერესებთ. ჩვენი მხრიდან ვეფერებით ჩვენს ემიგრანტებს და იმ ქართველებს, რომელსაც საკუთარი სამშობლო ქვეყანა, ოჯახი, ყველაფერი მიწა, ჰაერი, ყველაფერი ენატრებათ აქ. და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ლამაზი გადაცემა და რამინა იცით გისურვოს ისა ყოფილიყოს ჩვენი იმიგრანტების და რომ ეს ფერები როგორც თქვი ეს ფერები ყოველთვის მხიარული ფერები ყოფილიყოს და ამ გადაცემასაც მინდა დიდი წარმატება უსურო და ლამაზი საგაზაფხულო და საზაფხულო ფერებით ყოფილიყოს თქვენი გადაცემა ყოველთვის გაჯერებული და ყოველთვის მხიარული და პოზიტიური რაც თავარია ყოფილიყოს თქვენთან და ჩვენს ემიგრანტებთან ურთიერთობა თქვენი გადაცემის მეშვეობით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ, რომ გადაწყვიტეთ, რომ ყოფილიყავით თქვენი რესპონდენტი და მე ხო იცით ისე მომავალში აუცილებლად გელოდებით რა. აუცილებლად. როდის დამირეკავთ? იმიტომ რომ მე ხო იცი ამბები და ისტორიები სულ მაქვს მოსაყოლი. ერთ თვეში ესე ორჯერ ამ ხელა ისტორია გადაცემას ჩავწერთ, რა თქმა უნდა, პრობლემა არ იქნება. გეჩქარება, როგორც ვიცი, ანუ თამადობა უკვე ყველა მიცის და აღარ კითხებ, რომ განსაკუთრებით კარგი თამადა ხარ, მოკლედ, როგორც ღვინოში, ასევე სიტყვა პასუხში და ხუმრობაში. წარმატებები მინდა გისურვო და გისურვო ის, რომ კიდევ დიდხანს და ბევრ ხანს იყო ტელეეკრანებზე და ასევე ხშირად ჩახვიდე ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან და გაგეხარებინოთ მათი გულები. გაირაცვალე, უღრმესი მადლობა პირიქით კიდევ ერთხელ მინდა და კარგია რომ კარგი გადაცემა მოდის გადაცემაში სტუმრად რა. მოკლედ გემშვიდობები ნიკა, გზას დაგილოცავ იქით დასავლეთისკენ, მე კი გავაგრძელებ გზას შემდგომ რესპონდენტთან, რადგან კიდევ ბევრია გადაცემა მონატრების ფერებს მოსაყოლი ჩვენს ტელემაყურებელთან. თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, რადგან დაგვითმო საკუთარი პავილიონი და ჩვენ ვიმყოფებით პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის შოუში გადაცემა მონატრების ფერები და დიდი მადლობა დღევანდელ ჩემს მასპინძელს ამ შოუს ერთ-ერთ წამყვანს ნიკა არაბიძეს, ზუსტად ის გახლდათ გადაცემა მონატრების ფერების სტუმარი. ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი გამორჩეული და მრავალფეროვანი. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყვებით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ხილვა ასევე შეგიძლია TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. დიდი მადლობა ტურისტულ კომპანია დაგითრეველს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემა მონატრების ფერების გადამღები ჯგუფის მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.